გუშინდელი ჩემი ვიდეოს მერე, რომელიც გადავიღე პირადად ჩემი დღე და არა ჩემი და გაბრიელის, მივხვდი რომ სამწუხაროდ ერთგული მაყურებელი არ ყავს ჩვენ არხს ყავს მაყურებელი, რომელსაც მარტო ის აინტერესებს, რაც ანუ მარტო იმას უყურებენ, რაც თვითონ აინტერესებთ. ეგ არ არის ერთგულება, ეგ არის რაღაც სხვა. ანუ მიზნობრივი აუდიტორია რა. ანუ თუ არ არის ის, რაც შენ მოგწონს, არ ჩართავ და არ უყურებ იმას, რასაც მე ვდებ. მეწყინა, მაგრამ ნუ ეს წენა ესეთი არ არის, რომ დავიბოღმო და რაღაცა შურად ვაქციო რა. დღეს ახალი ტური მაქვს, რომელიც გულისხმობს ბორჯომ ბაკურიანის დათვალიერებას და ამიტომ იმედი მაქვს დღევანდელი ამბები მაინც დაგაინტერესდებათ. ვინც კაიხანია ბაკურიანში არ ყოფილხართ, შეგიძლიათ დღევანდელ ჩვენს ვიდეოს თვალი მიადევნოთ და უყუროთ ბაკურიანულ ამბებს, მეგობრებო და საერთოდაც საწყენია რა. ერთგულება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მოგწონს და იმისას უყურებ ყველაფერს. ძალიან მოკლედ გამომართა. ეს არის ერთგულება და როცა მარტო იმას უყურებ, რაც შენ გაკმაყოფილებს და შენ გემონებას, ეს ერთგულება არ არის. გუშინ დავწუნდი, რომ ფაქტიურად მე და გაბრიელს არ ყოლია აუდიტორია. ეს არ არის აუდიტორია. ძალიან საწყენია, რომ ასე ხდება. კარგი, რას ვიზავთ? როცა შევიძენ დრონებს და მილიონი კაი დღეს ვიდეოში რო ვიღადავ გამოსახულებებს, კი ბატონო. მერე ჩაუჯექი და ყველაფერს უყურებ და ეხა გავაგზელებ ჩემს ამ უაზრო აბდაუბდო ვიდეოებს და მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს არხი მაინც იარსებებს. მადლობა. სმარტია ჩვენი პირველი გაჩერების ადგილი, მეგობრებო. სმარტი, რომელიც არის გორთან. და ну მოკლედ აი აქ ვართ და აი ეს დონ კიხოტის ქარის წისქვილები ხო იცით? ვანდვართ. ვიდივართ ჯერ ბაკურიანში, მერე ბორჯომულაში. არ მაინტერესებს უყურებთ თუ არა ამ ვიდეოს. მე ისტორიას მაინც შევინახავთ ჩემი მოგზაურობების. გვიკრძალავენ ტურებში შვილების წაყვანას, თორე კაი იქნებოდა გაბრიელიც რო ვატარო თან. რას უსნენცულობები გამისწორდებოდა ეხა მე გზაში, მეგობრებო, აბა გაბრიელი რო იყო ჩემთან, რას მოითხოვდა ნეტავ. ამერეც მე არ ჭამ. აბა. სნიკერს ერცულები, ოპა. ეს რა, ბიჭო. სნიკერსის ფასი ნახეთ, 5.50 ეგრე სნიკერს. 3.25, 3.25 ღირს საერთოდ. რატო 5 და ამდენი? ქაჯობა, მეგობრებო, გოიმობა. Hitleri. Ana ucurut, nebo. Bakuriani in action. ჩემი დახმარებით ქალბატონი ხატია, ჩვენი ტურგიტი. ოპერატორობას ითვლის ითავსებს ახლა, იმიტომ რომ სერიოზული მიზნები აქვს და ძალიან მაგარი ხედვა აქვს ამავდროულად, მინდა გითხრათ. ხედვა, გადაღება. ეს არის ჰიტლერის შთაგონება. ესეც ასე ჯიგრებო, ბაკურიანში ვართ, მე და ხატია აგერდა. გაგახსნათ ხატია, მოდი გამოგაჩინდა. ხატია. არ უნდა. ხო და აზია რო ვარ, თოვლოთ აქ რა უნდა ნახო. ხატია კიდე არ მეუნება და არც უნდა რომ გამოჩინდეს. რა ვიცი, რანაირი გოგოა რა. ხო, ამას რაღაცა თქვია, განშოთიო თუ რაო.
ესეთი ამბებია, სიყვარულობა და ჩახურდება და კი ამოვიყვანეთ ტურისტობა, მაგრამ მართლა უცირით უნდა გაერთონ ესენი აქანა. აი, წავედი გავყოვი და იქემ რამე სამჩემოც აღმოვაჩინე. ეხა შევვალ, დილამდე ვიბზრიალებ. შეფიჯო რა ვაფზრიალებს, ა? აი ეს არის თოვლის გამაფრქვეველი ხელოვნური? აი ეს დიდი პროპელერი. რომობსა 2 ლარი უნდა გადაიხალო და წამოდი ახლა ვეძებ ადგილს, სადაც უფასოდ მოვფსავ და 2 ლარად ვიყიდი რაღაცას, სნექს. სნექს არა, წყალს მაინც, მინიმუმ წყალს მაინც ვიყიდი. რა 2 ლარი, ბიჭო, ფისენცულებში 2 ლარს როგორ მახდევინოთ? ჩავალ ახლა აქ და მოვფსავ, თუ ჩავალ, რა თქმა უნდა. აქ როგორ უნდა ჩავიდე? ჩი, მიგაი. აი, ამას მოახერხებ. იმედია არ მოვკვდები. აჰა. რავო, ვერ მივაფსავ აქანა, მივაფსავ. აი. მაგარი ისტორიები შექმნა, რომ გაბაზე მოდრეათ პოჯოში და არავინ არ ეკარება, მაგსაც არავინ არ ეკარება. დღემდე მასია დაკეტილი და დარჩა ესე გქონება, რავი, ხა ვიცი რომ შიგიტკები შეგვიდე ძროხების და იმეების რაფია, ცხენების სადგომია. მაგათი მოსაქმეობებით არის ახალობები. აი ნეне შეწყდება პორტები ეს. ესე წასენცულები მეგობრებო, ბორჯომში ვარ, ბორჯომში. არ ყოფილვარ 2015 წლის მერე და ეხლა მომაწვება ეური ნოსტალგიები და ამბები.
ჩემ ბავშვებთან ერთად ვიყავი ბოლოს და ალბათ შევალ, თუ გაუძლო ჩემმა გულმა შევალ შიგნით. ამ ნოსტალგიაში. ნახოთ, შეიძლება შევიდე პარკში. გამოიწია. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.